ზიანი ალბათ უკვე საკმარისზე მეტი გვაქვს ამ პროცესში, იმიტომ რომ არ დარჩა საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ამას არ გამოეხმაურა და ბოლოს ყველაფერს თავი დავანებოთ. სერიოზული რეპუტაციული ზიანია საერთაშორისო თვალსაზრისით, როდესაც მუდმივი ეჭვია, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც რუსეთისათვის დაწესებული სანქციებისათვის თავის არიდების, ასე ვთქვათ, ადგილია. და მით უმეტეს, როდესაც უკვე საუბარი არის ფარცხალაძის სანქცირებაზე, რომელიც FSB-ს აგენტად არის აღიარებული ჩვენი პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, მისთვის მოქალაქეობის არ დაკარგვინება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ჩემთვის როგორც პოლიტიკურად, ასევე სამართლებრივად და ნამდვილად საერთოდ არ ვთვლი უკვე საჭიროდ იმას, რომ შევიდეთ სამართლებრივად რომელია სწორი, არაუმეტეს 3 თვისა თუ 7 დღის ვადაში. ორივე ერთმანეთთან თავსებადია და კანონშიც არსებული არაუმეტეს 3 თვე მაინც გულისხმობს იმას, რომ ჯამურად მთელი ეს პროცესი არ უნდა გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვე, მაგრამ რასაც შეუძლია ამბობს, კანონქვემდებარე აქტით არის დაზუსტებული და პრეზიდენტს აქვს ამისთვის 7 დღე. შესაბამისად, საერთოდ ამ ვადებს რო თავი დავანებოთ, ჩემთვის როგორც ესე ვთქვა, ამ ქვეყანაში პარლამენტის ერთ-ერთი წევრისთვის არ იყო დასაბუთებული და პრეზიდენტმა რატო აიღო საკუთარ თავზე მთელი დარტყმა მართლა მოულოდნელი იყო კაპიტონ თამარ, იმიტომ რომ ჩვენ თავიდან გვესმოდა პირიქით განცხადებები სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რომ აი დროზე გამომიგზავნოს ახლა იუსტიციის სამინისტრომ და შეწყვიტო მოქალაქეობა. პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სარგებელი ამ გადაწყვეტილებაში. აი რა მივიღეთ საქართველოს იმით, რომ მას მოქალაქეობა არ დააკარგვინა პრეზიდენტმა, გარდა იმისა, რომ გაჩნდა ეჭვები, რომ დრო დაუტოვეთ ფარცხალაძეს იმისათვის, რომ განახორციელოს დამატებით ტრანზაქციები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, თორემ აი სამართლებრივ ნაწილში, რაზეც მიუთითებს პრეზიდენტი, ეს არ არის თქვენთვის არგუმენტი? რა თქმა უნდა, ეს უნდა აგოს პასუხი, ვთქვათ, ქართული კანონმდებლობით. 400-ზე მეტი არ მოქალაქე ყავს ციხეებში საქართველოში. ხო, ვერ აგეს პასუხი თუ როგორ არის საქმე. ჩემი აზრით, საერთოდ დაკავებული უნდა იყოს და გამოძიება უნდა იყოს, იმიტომ რომ თუ ფარცხალაძეს არ შეუძლია ხო მოწვევებზე ზეგავლენა მის საქმესთან დაკავშირებით, მაშინ წარმოუდგენელია, ხო? მისი საერთოდ მართლმსაჯულებაში მიცემა. აქედან გამომდინარე, საერთოდ ვერანაირი პოლიტიკური სარგებელი იმ გარემოებაში სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ვერ დავინახეთ, რომ არ დააკარგვინა საქართველოს მოქალაქეობა. არ ვიცი, დაველოდები კიდევ მის ბოლო წერტილს პრეზიდენტის და როგორ დაასაბუთებს იმას, როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩემთვის მართლა ველოდები. აი, რამდენად მნიშვნელოვანი ან რა ჟესტი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, თუ კი ის დაუყოვნებლივ შეუჩერებდა მოქალაქეობას ოთარ ფარცხალაძეს და აი ამ კუთხით შეასრულებდა საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, ეს იქნებოდა მყისიერი გადაწყვეტილება, ის ამისთვის მზად იყო და უცნაურია რატო გადაწია ამ გადაწყვეტილების მიღებას და ბოლოს მას აქვს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე ევროპული ღირებულებების დამცველის ამ რუსეთ-უკრაინის საშინელ ომში სწორ მხარეს დგომის და უკრაინის მხარდაჭერის და უცებ ეს ყველაფერი შეიძლება ერთ წამში ამ გადაწყვეტილებით გაურკვევლობა მდგომარეობაში აგდებდეს იმ ადამიანებს, ვინც შესწიერეს თუნდაც საერთაშორისო ტრიბუნაზე სალომე ზურაბიშვილს. ქვეყნის შიგნით კარგი, აი მოითმეს, აიტანს, მე ვიცი რომ მას კრიტიკა შეუძლია იოლად აიტანოს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ვერ დავინახე რა სარგებელი მივიღეთ აქედან. სახელმწიფოებრივი სარგებელი, მე მგონია რომ ზიანი მეტი მივიღეთ.